მოკლედ ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად ჰოლივუდში დანიშნა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არის მელ გიბსონი, ჯონ ვოიტი, ვინც არის ის ანჯელინა ჯოლის მამა, დაიმსახურა კაცმა. უკვე 90 წლის მიღწეული და ანჯელინა ჯოლის მამა თითვლება და სილვესტერ სტალონე, რომელსაც არ ყავს ესეთი ცნობილი შვილი, როგორც ჩანს. მოკლედ მელ გიბსონს აქვს გადაღებული ბევრი არაჩვეულებრივი ფილმი. ერთ-ერთი თვალსაჩინო კი არის აპოკალიფსი. ეს არის 2006 წელს გადაღებული და დარწმუნებული რომ ბევრს თქვენთაგანს ნანახი აქვს ეს კინო. ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო და ვისაც არ გაქვთ ნანახი, მოკლედ ნახეთ აუცილებლად. იქ რა არის საინტერესო? ეხლა ვერ მოგიყვებით მთელ შინაარს ამ ფილმის. მთავარი არის ის, რომ ეს მოქმედება ხდება ამერიკაში. ეს არის მე-16 საუკუნის დასაწყისი, ალბათ, ან მე-15 საუკუნის ბოლო. ეს არის მაიას ცივილიზაცია და აი მაიას ცივილიზაციას ტომებს შორის, მოკლედ ერთმანეთს ანადგურებენ ეს ტომები და ერთ-ერთი ასეთი მოქმედების დროს აღმოჩნდებიან ოკეანის პირას და პირველად დაინახავენ სხვა ცივილიზაციის ადამიანებს, რომლებიც გემებით და ნავებით უახლოვდებიან ამ სანაპიროს. მოკლედ ესენი იყვნენ კონკისტადორები, ანუ ესპანელი დამპყრობლები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ისტორიიდან თუ რა დაემართა ამ ცივილიზაციებს. ეს ავტოხტონური ცივილიზაციები განადგურდნენ. რატომ დავიწყე გიბსონის აპოკალიფსით? იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში მოხდება ტრამპის ინაუგურაცია, ხოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაიწყება დიდი გარიგების პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი იქნება მსოფლიოს გადანაწილება იმპერიებს შორის. და ამ გადანაწილებას მე არ დავიღლები ამის გამეორებით, შეეწირება რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ბევრი ქვეყნის პოლიტიკური საზღვარი და ეს პროცესი შეიძლება ყველაზე დრამატული აღმოჩნდეს მათთვის, ვინც გამოავლენს მომწიფებლობას და მეამიტურ მიდგომას ურთიერთობებში. ეს შეიძლება გამოვლინდეს ქცევაში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, მოკლედ გამოავლენს ინფანტილიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ახლა მინდა შემოგთავაზოთ რუკა, რომელსაც მივაგენი ერთ-ერთ რესურსზე. ეს არის ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ წარმოდგენილი მსოფლიოს ხედვა, რომელიც იყო ასახული მისი ადმინისტრაციის მიერ 1942 წელს, ანუ გაგანია მსოფლიო ომი მიდის. ესე იგი, ამ რუკაზე რას ხედავთ? ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შედის კანადა, მექსიკა, გრენლანდია, რამდენიმე კუნძული, რომელიც დღეს ან ესპანეთს, ან საფრანგეთს, ან ბრიტანეთს ეკუთვნის. ბრიტანეთს პრაქტიკულად გავლენის სფეროები არ აქვს. აქვს გავლენის სფეროები საფრანგეთს. საბჭოთა კავშირის საზღვრები გავლენის არ ვიცი, ესაზღვრება აქ რუკაზე როგორც ჩანს, იქ ესაზღვრება ბელგიას. სხვა ცენტრალური აღმოსავლური ევროპა არის საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. ერთი ქვეყნის მიერ არის გაერთიანებული ასევე სამხრეთ ამერიკა, ვხედავთ რომ აფრიკის რეგიონიც არის და ვხედავთ რომ არის გათვალისწინებული ჩინეთის გავლენის სფეროები. ამასთან ერთად ვხედავთ რომ ისრაელს, რომელიც მანამდე არ არსებობდა და გაჩნდებოდა მხოლოდ 1949 წელს, აქვს დაკავებული პალესტინის და იორდანიის ტერიტორიები. აქვე მინდა მოგვაწოდოთ სხვა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უკვე ექსკლუზიურად ქონდა გავრცელებული სწორედ ჩვენ სააგენტოს. აი ხა სკრინზეც შეგიძლიათ დაინახოთ, ანუ სააგენტოს სივრცეებმა გაავრცელეს და მადლობა ამისთვის საკომუნიკაციო კომისიას, რომელმაც შემოგთავაზა ეს ინფორმაცია. მე მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გაგაცნობთ პუბლიკაციიდან ძალიან მოკლეს. მინდა მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ კომკომის, ანუ მარეგულირებელი საკომუნიკაციო კომისიის მიერ მოხდა
ერთ-ერთ პანელზე მოხდა ესე იგი დაპატიჟება SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის, მაგაც წავიკითხავ ამ news. ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა სტივენ ნელსონმა ინტერნეტ მართლობის გლობალურ ფორუმზე, ეს არის IGF რაღაც 2024 კონკომის ორგანიზებით გამართულ სესიაზე თქვა შემდეგი რამ: რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება ეს არის სათაური, მოკლედ რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება. განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ხაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალებზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთს დააკავშირებს. და გარდა ამისა, იქ ცელი მოხსენება ჰქონდა ბატონ ლინკონს, როგორც ჩანს, სწორედ რომ აი ამ SpaceX-ში განაგებს აი ამ პოლიტიკას, რომელიც სატელიტებს უკავშირდება და იქ ახსენებს სვანეთის რეგიონს, ხევსურეთს, ანუ ის რომ საქართველოს წინ გადადგა საკმაოდ დიდი ნაბიჯი და სხვა გეოეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ ბენეფიტთან ერთად ერთ-ერთი რაც უნდა მოიპოვოს საქართველოს ეს არის აი ეს ციფრული დერეფანი.